ყველაზე ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება რომ შედეგი მიიღო არის არჩევნები. მე არ გეტყვით თქვენ ვის მიცეთ ხმა, მაგრამ ვინც ამ დღეში ჩაგაგდო, ზუსტად შემიძლია გითხრათ რომ იმას არ უნდა მიცე ხმა. რომ ამით მან მიიღოს სიგნალი შენგან საზოგადოებისგან რომ არ მოგწონს რასაც აკეთებს. თუ შენ მას ხმას აძლევ, თუ შენ მისი აქტივისტი ხარ, თუ შენ მისი ამომრჩეველი ხარ, თუ შენ მისთვის მუშაობ, ჩათვალე რომ მოგწონს ეს კონკრეტული თემა თუ არ მოგწონს, ამაზე მას მწვანე შუქი აუნთე უკვე. მაგაზე გეტყვიან, რომ ჩვენ ხმა მივეცით მშვიდობას. მაგრამ ნახე, ეხლა ზუსტად გაგანადგურებენ. ზუსტად სიტყვა მშვიდობას მინდა გავუსვა ეხლა ხაზი და ნახეთ, აქ რო ორი არაბული ქალაქი აშენდება. აი, როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად ეს რომელი სახელმწიფოს ინტერესებს დაარტყამს, რომ მის საზღვრებთან ახლოს ისლამიზაცია მიდის სრულის-სრულით? თქვენ როგორ ფიქრობთ, მშვიდობა იქნება ეგეთ ქვეყანაში, რომლისგანაც გასაგებია ვის გულისხმობ რუსეთს, რა თქმა უნდა, ხო? აი, რუსეთს რო საფრთხე შეექმნება იმითი, რომ აქ ეს ისლამური რკალი კავკასიაში მთლიანად შეიკრება და ის საქართველოს და სომხეთი რო სოლივით როა გაჩარილი შუაში და ეგრე აღარ იქნება და აქ რო ერთიანი დიდი იადი ისლამური სივრცე რო იქნება. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა აი რუსეთი ამ ყველაფერს გულხელ დაკრეფილი შეხვდება? ამას ინად ლავროვმა გააკეთა ესეთი განცხადება. ზოგს გონია რომ თემიდან უხვება რა არა მაგაზე ვლაპარაკობ უშუალოდ ეგეთი ისე თქვათ კი უნდათო რომ კავკასიაო გამოსტაციონო ხელი მთლიანად რუსეთის გავლენები მთლიანად ჩამოაშორონო მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ნებისმიერი ყველა შესაძლო მეთოდით აღკვეთო სიტყვა ნებისმიერში და ყველა მეთოდში იგულისხმება ნებისმიერი და ყველა მეთოდი